მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს Business Space-ია, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ოსეჯანიშვილი გახლავართ. დღეს საუბრობთ განათლებაზე, თუმცა განათლებაზე არა როგორც სისტემაზე, არამედ როგორც შედეგზე, რომელსაც იღებს ბიზნესი. ბიზნესი, იმიტომ რომ რეალურად საბოლოო, ასე ვთქვათ, პროდუქტი, კადრი, ხო, ამის დამკვეთი არის რეალურად ბიზნესი. დღევანდელი ჩვენი headline-ი ცოტა ისეთი საინტერესო headline-ი გვაქვს რა, ანუ დიპლომი 2026-ში ფორმალობაა თუ რეალური ღირებულება. მოკლედ ამ კითხვაზე შევეცდებით, რომ დღეს გავცეთ პასუხი და ჩვენი სტუმარი არის სუპერ, ასე ვთქვათ, ექსპერტიზის მქონე და ასევე ანუ ზუსტად ამ სისტემის ეპიცენტრშია, ეს არის ელი ელისაშვილი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი. ელი, მოგესალმები. სალამი სერგო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ესეთი საინტერესო პოდკასტი და სივრცე გაქვთ. მადლობა და კეთილი იყოს. წარმატებებს გისურვებ. კეთილი იყოს შენი ფეხი, მოკლედ ჩვენ ამ საქმიან სივრცეში. დიდი მადლობა. ელი, მოდი დავიწყოთ ალბათ პირდაპირ ესეთი მნიშვნელოვანი საკითხით, ხო? ანუ რას ხედავთ დღეს და მოდი ესეთი რეალური кейსი განვიხილოთ, ხო? ჩვენ ხედავთ ორგანიზაციები და ბიზნესი ისტერიულად ეძებს კადრებს, ხო? ისტერიულად ეძებს თავის პერსონალს, ამავდროულად ვერ პოულობს შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანებს და კიდევ ერთი დაკვირვება მინდა გაგიზიარო, რომ გასაუბრებაზე დაბარებული მოწვეული ადამიანების თითქმის ნახევარი, ყოველ შემთხვევაში, ეს არის დაფუძნებული ძალიან ბევრი ორგანიზაციის პრაქტიკაზე, საერთოდ არც მოდის გასაუბრებაზე. მინდა რომ გავერკვიოთ, ანუ რაშია პრობლემა? ეს არის განათლებაში, რაღაც მოლოდინებში თუ ჯამურად სისტემაში გვაქვს რამე პრობლემა და ესეთი გარღვევა დისბალანსი. ძალიან საინტერესო და აქტუალური საკითხი დასვი. მე შევეცდებით ჩემი მხრიდან რაღაც პასუხები გითხრა, მაგრამ ამავდროულად მეც ვარ ხოლმე იგივე როლში, დამსაქმებლის როლში და რა თქმა უნდა ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს. მაგრამ ვიტყვი რომ ეს არ არის მარტო დიპლომის და უნივერსიტეტის პრობლემა. უნებრივია. ხო, ეს არის ალბათ იმის პრობლემა, რომ ადამიანმა ახალგაზრდამ ის ახალგაზრდა რომელიც სკოლიდან მიდის უნივერსიტეტში, ან უნივერსიტეტის შემდეგ თუ უნივერსიტეტის პარალელურად კიდევ მიდის სადღაც რომ დასაქმდეს, კონდეს ყველაფერი გააზრებული. კონდეს გააზრებული თავისი პასუხისგებლობა თავის გეგმების და ცხოვრების მიმართ, ხო? რა თქმა უნდა, აქ არის ასევე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ჩვენ შეიძლება ისე დიდწილად ჩვენ ვერაფერი შევცვალოთ, ეს არის ზოგადად, მე ვიტყოდი მოსახლეობის სიმცირე და კონკურენცია საზღვარგარეთ სხვა ქვეყნების მხრიდან, როდესაც ახალგაზრდებს ურჩევნიათ გარკვეული ესეთი არსებითი ფაქტორების გამო საზღვარგარეთ დასაქმება. და შესაბამისად იქნება ეს დეფიციტი ბაზარზე, ხო? შრომითი რესურსების, სამუშაოს მაძიებლების. კი, და ამ შემთხვევაში ალბათ აი ეს ძალიან გააზრებულება, სწორი, რა თქმა უნდა, მისივე, ესე ვთქვათ, განათლების მიმცემის უნივერსიტეტის მხრიდანაც გარკვეული მისი კოორდინაცია და თვითონ სტუდენტის მხრიდან ვიტყოდი მისი შეგნება, რა უნდა, სად უნდა მივიდეს, რა გააკეთოს და აი ალბათ ამასთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ როგორც უნივერსიტეტი, მაგალითად GUI ძალიან ვცდილობთ, რომ ყველანაირად დავინტერესდეთ და ჩავიხედოთ სტუდენტების იმაში, თქვათ, საქმეებში, გონებაში, რა უნდათ, რა მისწრაფებები აქვთ, მიუთითოთ, ანუ ვიყოთ მენტორები, არა ლექტორები, არამედ მენტორები, ხო, არა მხოლოდ ლექტორები. ძალიან ისეთი პოდკასტური და ის გააჟღერე, ხო, რომ დიპლომი საჭიროა თუ არა და საჭირო არა, ფორმალობაა თუ რამე ღირებულებაა. ხო, მადლობა და მე რა თქმა უნდა მაქვს ბევრი არგუმენტიც რატომ დიპლომი. მეც მაგისკენ და ვარ, რა უნებრივია. უპირატესობები აქვს ზუსტად უნივერსიტეტში სწავლას. მეორე საკითხი არის, რამდენად იყენებს ამას სტუდენტი, მოით ასე ვთქვათ. აი იმიტომ რომ აქ არის ის მომენტი, რომ სტუდენტმა უნდა იცოდეს, რომ არა მხოლოდ დიპლომისთვის მივიდა, არა მხოლოდ ლექციაზე დასასწრებად მივიდა უნივერსიტეტში, არამედ რას აძლევს უნივერსიტეტი. აი მოდი ყველაზე ესეთი მარტივი კითხვა, მეც ძალიან საინტერესო. გისვა კითხვას, რომ პირველი რას განზოგადებული სიტყვა, რომ რას აძლევს უნივერსიტეტი.
ეს კითხვა ჩემთან არის? ნუ ჩემი აზრით, რა ვიცი, უნივერსიტეტმა უნდა მისცეს ძალიან სწორი, ასე ვთქვათ, მიმართულება სტუდენტს, იმიტომ რომ ერთი სიტყვით ყველაზე მოკლედ რომ თქვა. იცი როგორ, ერთი სიტყვით ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ალბათ ამის ფორმირება იწყება ჯერ კიდე სკოლაში. და ჩემი აზრით, ალბათ სკოლიდან, აი, თუნდაც დამამთავრებელი სკოლის, ასე ვთქვათ, მოსწავლეებთან უნდა დაიწყოს ალბათ გარკვეული დიალოგი და კვლევა. ეს მეორე საკითხი, რომ როგორ სკოლამ რომ უნდა შეამზადოს, ხო, რომ იმისთვის რა. იმიტომ რომ სწორად მოხდეს, სწორ უნივერსიტეტში მოხდეს და სწორ, ასე ვთქვათ, ფაკულტეტზე მოხდეს და მე არ მოხდეს თუნდაც რაღაცა შუა პერიოდში, მე გადანაწილება სხვა ფაკულტეტებზე, თუმცა თავარი ალბათ არის მაინც უნდა მისცეს სწავლა და მოამზადოს ადამიანი რეალური ცხოვრებისთვის. რატომ დავსვი ეს რიტორიკული კითხვა, რატომ რისთვის არის უნივერსიტეტი, რატომ მოდიან, ხო, განათლებისთვის, ცოდნის მისაღებად, ხო? მაგრამ ეს არ არის უმთავრესი დღევანდელი ფუნქცია, მისია და რაც უნივერსიტეტს შეუძლია მისცეს სტუდენტს, არამედ მხოლოდ ერთადერთი მათგანი. სამ უმთავრეს რაღაცას გამოყოფდი, რისთვისაც უნდა ახალგაზრდა მივიდეს უნივერსიტეტში. ეს არის უნარები, გამოცდილება და ნეტვორკინგი. ნეტვორკინგი, კონტაქტები, ხო? ანუ ამ სამის ერთობლიობა არის ის ძალიან საჭირო უნარჩვევები და კომპეტენციები, რაც ახალგაზრდას სჭირდება, რომ ის შეემზადოს უკვე კარიერისთვის, დასაქმებისთვის და ასე შემდეგ, ხო? მე შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტს აქვს ამის საშუალება, რომ აი ამის ერთობლიობა მისცეს სტუდენტს, არა მხოლოდ ის ცოდნა, რომელსაც გეთანხმები სრულიად, რომ წაიკითხავს, მოისმენს, მოიძიებს და მიიღებს, ხო? ეს არის მხოლოდ ერთადერთი და ის ძალიან საბაზისო და ესე ვთქვათ, მარტივად აღსაქმელი, რაც 10 წლეულები ვთქვათ, იყო უნივერსიტეტში და ნებისმიერ საფეხურზე საგანმანათლებლო დაწესებულებები რასაც იძლეოდნენ, მაგრამ ამის მიღმა, რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი ზუსტად ეს, აი ის სოციუმი, ის გამოცდილება, ის უნარები. ჩვენ ახლა აქცენტს ვაკეთებთ უნარებზე და არა მხოლოდ ესე რაღაცა ფაქტიური ცოდნის მიცემაზე. და ძალიან სწორი მიდგომაა ჩემი აზრით. სხვათა ესეც საინტერესო გადასვლას გავაკეთებ, ხო? დღეს, ანუ მეც ვიცი, რომ ძალიან ბევრ უნივერსიტეტს აქვს გარკვეული მემორანდუმები დადებული, ხო, ორგანიზაციებთან და გარკვეულწილად რაღაც თანამშრომლობები არსებობს, ხო? ანუ ბიზნესსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის. აი ხა ჩვენ გვისმენს რეალურად ბიზნეს აუდიტორია, ხო? და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას აქვს HR-ის მიმართულებაში გარკვეული ასე ვთქვათ, გამოწვევები, მოდი პრობლემას არ დავარქვენ, ხო, გამოწვევები. როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში, ანუ ბიზნესმა ითანამშრომლოს უნივერსიტეტებთან და როგორ შეიძლება ეს თანამშრომლობა რეალურ პრაქტიკაში გადავიყვანოთ, რომ ეს მართლა ნაყოფიერი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მე ვისმენ ამას უბრალოდ, ნუ ბიზნესში ტრიალებ, ხო, მე თვითონაც წარმოვადგენ ბიზნესს და მესმის იგივე თემები, ხო, რომ ანუ კი დავდე მემორანდუმი, მაგრამ ნუ ჯერჯერობით არაფერი, ხო? ნუ რაღაცა ესეთი აქტიური თანამშრომლობა არ არის. რაღაც არ ვიცი, უფრო PR-ისთვის კეთდება ხოლმე თუ არა, თუმცა მე მაინტერესებს აი ეს რეალური ნაბიჯები რო გადაიდგას, ხო? თუნდაც ანუ ისიც რომ გავიაროთ, თუნდაც აი თქვენი ახლანდელი პარტნიორები, ხო? ანუ რა პრაქტიკა გაქვთ, ხო? ანუ იწვევთ ამ ორგანიზაციას, თუნდაც ანუ თქვენთან არის გარკვეული შეხვედრები, თუნდაც სტუდენტებთან, ხო, რაღაც ინფორმაციის გაცვლა თუ არა? ცოტა გრძელი კითხვა დავუსვინო. კი, მაგრამ ყველაფერს უპასუხებ. ესე იგი, პირველ რიგში რომ ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ თვითონ ჩვენი პროფესორებიც, ლექტორები იყვნენ არა მხოლოდ თეორეტიკოსები, არამედ პრაქტიკოსებიც. და ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ ამ ჩვენი სტუდენტების ლექტორები, არამედ მენტორებიც, პროფესიული მიმართულებით და რომლებსაც შეუძლიათ ესე ძალიან პრაქტიკული რჩევები მისცენ, ყველაზე ესე იგი ვთქვათ, რაღაც თანამედროვე ტენდენციებზე ესაუბრონ, მათ შორის პრაქტიკის სტაჟირების საშუალება და დასაქმების მისცენ იქ, სადაც რაღაცა ამავდროულად თვითონაც არიან მათი ნეტვორკის გამოყენებით. ესეც და რა თქმა უნდა, კი, ამ ნეტვორკის გამოყენებით, იმიტომ რომ როგორც დღესაც არაერთხელ თქვი, დეფიციტია ასევე ამ ახალგაზრდა ტალანტების, კადრების მოძიებაზე და ყველა ესეთი ლექტორი და ადამიანი, ნუ გამოიყენებს ამას სწორად, ხო? და შესაბამისად სტუდენტისთვის ეს ისევ გამეორდები, რომ უნივერსიტეტში სწავლა არ არის მარტო ლექციაზე დასწრება, ლექციაზე ჯდომა და მოსმენა, ესე პასიური მოსმენის რეჟიმში, ხო? მან უნდა
გაიცნოს თავისი არა მხოლოდ ჯგუფელები, კურსელები, არამედ ლექტორთან კონდეს მაქსიმალურად ესეთი მეგობრული და აქტიური კომუნიკაცია და შესაძლოა ამან ესე ვთქვათ ძალიან კარგი შედეგები მოუტანოს. ამის შემდეგ არის ის, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს მემორანდუმები შეთანხმებები არაერთ პარტნიორთან თითოეული პროგრამის ჭრილში შესაბამის კომპანიებთან და ის იქნება კომპანია თუ სახელმწიფო სტრუქტურა თუ სასწავლებელი თუ რაც და უკვე სტუდენტებს აქვთ საშუალება რომ პრაქტიკა გაიარონ ამ კონკრეტულ ორგანიზაციებში. არის აქაც რაღაცა ლაფსუსები, შეიძლება იყოს რომ ჩვენც გვიჭირს მოძიება, იმიტომ რომ კომპანიებიც არიან დაკავებულები, HR-ები არიან ძალიან დატვირთულები. აი ეს რაც ზუსტად ესე სწორად დაკავშირება, ხო? სწორი კომუნიკაცია. არა, ნამდვილად არის. ზოგადად ვიცით რომ უფასო სამუშაო დამატებითი სამუშაო ესე იგი რესურსები, შრომითი რესურსები რატომ ყველას სჭირდება, ხო? აქ უფასოზეც არ არის საუბარი, ხო? ორგანიზაციების, ეხლა რომ შევიხედოთ რომელიმე დასაქმების პლატფორმაზე, ნახავთ რამდენი ვაკანტური ადგილია, ხო? მათთვის ორგანიზაციისთვის, ხო, ეს არის ერთ-ერთი ასე თქვა წყარო, რომელმაც შეიძლება მიაწოდოს კვალიფიციური ადამიანები, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა იმის ილუზია არ უნდა გქონდეს, რომ ეს სტუდენტები პრაქტიკის ჭრილში ეგრევე სტაჟირებაზეა საუბარი. ხო, რაღაცა კონკრეტულ პოზიციას დაიკავებენ, იმიტომ რომ ისინი რომ მიდიან ამ ორგანიზაციებში, იქაც რა თქმა უნდა თან სწავლობენ. მაგრამ რა თქმა უნდა, მათ უკვე აქვთ გარკვეული უნარჩვევები, აი როგორც ამბობ, რომ ზოგს შეიძლება სკოლიდანაც მივიღო და გადავამზადო და შემდეგ იყოს ესე ძალიან სასარგებლო თანამშრომელი, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტებიც ასევე გარკვეული უნარჩვევებით უკვე არიან აღჭურვილი და ამას სჭირდება კარგი ორგანიზება და შესაბამისად კარგი ადგილზე უკვე ამ სტაჟირების ადგილზე კარგი დაორგანიზებით, რა თქმა უნდა, მათი სწორად გამოყენებაც შეიძლება თან ისე რომ მათთვის სასარგებლო საქმეს გაკეთდეს, ასწავლონ, მენტორობა გაუწიონ და ასე შემდეგ. ალბათ რაღაცა ესეთი კარგი ტრადიციების ჩამოყალიბება და დამკვიდრება სჭირდება, ჯერ არ მივსულვართ, არ მუშაობს ეს მიმართულება ისე გამართულად. და როგორც ორივე მხარეს გვჭირდება უნივერსიტეტსაც და ორგანიზაციებსაც სჭირდებათ ეს თანამშრომლობა. უბრალოდ საჭიროა რომ ეს შესაბამის დროს გამოყოთ ამაზე დრო, ადამიანური რესურსი, რომ იყოს ჩართულობა და გამოვნახოთ ხოლმე ეს მაქსიმალურად შესაფერისი გადაკვეთის წერტილები. ეხლა ჩვენთან ორგანიზაციაში ვინც არის ის კომპანია K-Call, ეს არის პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ-ცენტრი. ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს სტუდენტი. რომელმაც გაიარა გარკვეული, ასე ვთქვათ, ტრენინგი, მოსამზადებელი პერიოდი, ხო, დაახლოებით 3 კვირიანი, 2 კვირიანი და დღეს ფანტასტიურ შედეგებს დებენ ეს ადამიანები, ხო, რომლებიც ფლობენ ენასაც, რომლებიც არიან ძალიან სხარტი ადამიანები და თანამედროვე ტექნოლოგიებთანაც გაცილებით უფრო მეგობრობენ. ძალიან კარგი, მე მხოლოდ მივესალმები, რომ სტუდენტებს აქვთ ესეთი კარგი შეთავაზება, შესაძლებლობა თან ისწავლონ, თან იმუშაონ და რაღაც დონეზე თავის სწავლას დაიფინანსონ და აი ზუსტად მადმა კითხვა რა, აი ესეთი შრომითი უნარებიც ჩამოიყალიბონ. აი მე მაქვს ეს სურვილი პირობითად, ხო, რომ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტთან K-Call-სა და თქვენ შორის გაფორმდეს გარკვეული მემორანდუმი, ხო, ურთიერთთანამშრომლობის. და მე რეალურად მაინტერესებს ახლა ალბათ აი ბევრი ბიზნესის კითხვასაც გავცემ პასუხს, ხო? მე მართლა მაინტერესებს აი გავაფორმეთ ეს მემორანდუმი და აუცილებლად გავაფორმებთ, მე დარწმუნებული ჩვენ ამაზე უკვე გვისაუბრია. კი, ნამდვილად მოვიყვანოთ სისრულეში. გავაფორმებთ და აუცილებლად ამაზე ვიტყვით მე ხმა მაღლათაც, თუმცა აი მე მაინტერესებს მე უკვე პრაქტიკაში, ხო? აი პრაქტიკაში მე როგორ მუშაობთ, ხო? როგორ ვეძებთ ამ ტალანტებს თქვენთან? როგორ ვაკავთ? მე ვფიქრობ რომ რაღაც კიდე უფრო მეტი აქტივობაც არის საჭირო, ხო? და არა მხოლოდ ერთი ორგანიზაციისგან. ამ ნაწილში ჩვენ ორგანიზაციების მხრიდან ფაქტურად გვჭირდება მხოლოდ აი ესე ვთქვათ ცოტა დროის ყურადღების დათმობა და ჩვენ ვიქნებით მიმართულების მიმცემი.
რომელი სასწავლო რომელი აკადემიური პროგრამის სტუდენტები იქნება უფრო თქვენი ამ სამუშაოს ფორმატისთვის შესაფერისი ამის გარდა რა პერიოდით უნდა გაიარონ ეს პრაქტიკა მოგაწვდით შესაბამის სილაბუს ჩვენთან აუცილებლად გამოყოფილი იქნება პრაქტიკის ხელმძღვანელი რომელიც სტუდენტს და პრაქტიკის ობიექტსაც ეხმარება კოორდინაციაში ამოწმებს ამ სტუდენტის ასე ვთქვათ პრაქტიკაზე მის მუშაობას თუ სწავლებას, ასე ვთქვათ და თან ეხმარება კოორდინაციაში. ჩვენ გვჭირდება რომ ორგანიზაციის მხრიდანაც იყოს გამოყოფილი, ასე ვთქვათ, მენტორი, ადგილზე პრაქტიკის ხელმძღვანელი, რომ ხანდახან შევაწუხოთ და სტუდენტიც რომ მივა ადგილზე დააკვალიანოს, რა გააკეთოს, რა ისწავლოს თუ ასე შემდეგ. და აი ხანდახან არის ხოლმე სამწუხაროდ რომ იქაც ადგილზე იმდენად ყველა დატვირთულია თავის საქმეში რომ არც ალიათ ხოლმე რომ სტუდენტებს ეს გარკვეული ის გაუწიონ. თუმცა აი კარგია რომ არსებობს ესეთი კომპანიები რომ პირიქით უკვე აქვთ ეს აწყობილი სისტემა გამოცდილება როგორ გადაამზადონ. ჩვენ ახლა დაუშვით ეგეთი გამონაკლისიც რა, ანუ მარტო სტუდენტებისთვის დაუშვით, ну არ გვაქვს ორგანიზაციაში ესეთი part-time, ხო, ნახევარიცვლა. თუმცა ანუ დღეს ჩვენ დაუშვით ეს გამონაკლისი მხოლოდ სტუდენტებისთვის და ფანტასტიკური შედეგი გვაქვს. ანუ ის რომ ანუ ათავსებს ასე ვთქვათ ამ სამუშაო თავის რეჟიმს სწავლასთან, იმიტომ რომ ჩვენ ანუ ვფიქრობ არც ერთი ორგანიზაციის მიზანი არ არის ხო რომ მოწყვიტოს სასწავლო პროცესს ადამიანი. და ვფიქრობ რომ ალბათ ორგანიზაციები მაინც სხვაგან ეძებენ და არასწორად ეძებენ, ხო? იქ თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გვჭირდება მეტი აქტიურობა ორგანიზაციებისგან, ხო? მაშინ ნაგენ მივმართავ ხო ბიზნესებს, რომლებიც ანუ აქტიურად ეძებთ ამ პერსონალს, მე მგონი ფანტასტიკური ასე ვთქვათ, წყაროა ამ შემთხვევაში სასწავლო დაწესებულება და ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო საერთაშორისო უნივერსიტეტი იმისათვის რომ რაღაც არ ვიცი, რაღაც კოლაბორაცია შედგეს და თქვენგან ანუ ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობა შეიძლება იყოს, ხო? ეს ერთის მხრივ თქვენთვის, ანუ თქვენი რეიტინგებისთვის, ხო? რომ თქვენი სტუდენტები საქმდებიან წარმატებულ ორგანიზაციაში. რა თქმა უნდა, თითოეული სტუდენტი მაინც იღებს იმის შესაძლებლობას, რომ იყოს წარგზავნილი კონკრეტულ ორგანიზაციაში და პრაქტიკას გადის, მაგრამ მივესალმებით კიდევ ახალ ორგანიზაციებს, რომელსაც კიდევ რაღაც მეტი უფრო საინტერესო პროცესებში შეიძლება სტუდენტების ჩართვა შეეძლოთ, უფრო ესე ვთქვათ, გამონახონ დრო და რესურსი, რომ მათ მეტი დრო დაუთმონ და მეტად ყავდეთ ადგილზე ჩართული. სტუდენტებიც გვემატება, მყავს როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო სტუდენტები და მხოლოდ მივესალმებით და ძალიანაც გვესაჭიროება ახალი პარტნიორები. ძალიან კარგი, ну ჩათვალეთ, რომ აი ახლა ერთი პარტნიორი დაგემატათ უკვე დღეიდან. შვენიერი. და უკვე საუბარი არის, როდის მოვაწერთ, თორე ჩვენ მაგას საუცილებლად მოვაგვარებთ. და სწორედ მე პირიქით იმასაც დავამატებდი, რომ ხშირად პირიქითაც ხდება, რა თქმა უნდა, რომ ორგანიზაციები მომართავენ არა სტაჟირებაზე, არამედ ხელფასიან ანაზღაურებას. მე ხელფასიანზე მომართავთ. სამუშაოზე და არის ისე, რომ პირიქით შეიძლება რაღაცა აი მაგალითად ჩვენი უნივერსიტეტი ჩინური საგანმანათლებლო ჰოლდინგის ქვეშ არის და გვაქვს ასევე ჩინეთის ცოდნება, სინოლოგიის მიმართულება, ჩინური სწავლა, არა მარტო ჩინური, კორეულიც, იაპონურიც გვაქვს და შეუძლიათ ნებისმიერ სტუდენტს არჩევით თუ არა როგორც სპეციალობა, ასევე არჩევითაც შეუძლიათ ენა ისწავლონ და ნუ კი მოგეხსენება როგორი ესეთი დეფიციტურია და მაღალ ანაზღაურებადი ამ მიმართულებით მუშაობა და შესაბამისად ის ორგანიზაციები პირიქით მომართავენ, რომ გთხოვ გაგვეცანი. ნუ ყველაზე დეფიციტურია ჩემი აზრით. ხო, რომ დავასაქმებთ ესეთი კარგი ანაზღაურებით და პირიქით ამაში იმდენად ხან ვერ ვეხმარებით. მანდ მე მგონი დასაქმების რეიტი გექნებათ 100%-იანი, ხო? ანუ ყველა 100%-იანი გვაქვს ნამდვილად, კი, და ისეთი წარმატებული შემთხვევებიც გვაქვს, რომ ჩინეთში ვაგზავნით კიდეც გაცვლითი პროგრამებით და ჩამოსვლამდე იქიდანვე ძალიან მაღალი ანაზღაურებადი სამსახური მქონდა ნაშოვნი 1-2 სტუდენტს.
ელი მოდი აი მაშინ გავამახვილოთ ყურადღება უფრო უნივერსიტეტზე და ჩვენ მე საერთო სთხოვრო აი რაღაც ვიზუალიზაციაც გაუშვას უნივერსიტეტის ხო? და ვისაუბროთ იმაზე თუ რა ძირითადი მიმართულებები აქვს ახლა უნივერსიტეტს და უნიკალური მიმართულებებიც ნუ ერთ-ერთი უკვე ახსენეთ ხო? და აუცილებლად მინდა ვისაუბროთ იმ საერთაშორისო ურთიერთობებზე და საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომელიც რეალურად გააჩნია უნივერსიტეტს დღეს. კეთილი, მადლობა ამ კითხვისთვის. უნივერსიტეტის ჩვენი უნივერსიტეტი ჯიუსუს სწორედაც არის მრავალპროფილური სხვა მიმართულების და ვამატებთ კიდეც ახალ პროგრამებს. ამჟამად გვაქვს ბიზნესის პროგრამები, ბიზნესის მიმართულებით BBA, MBA, ფსიქოლოგია, ტურიზმი, სამართალი, ახლა ვახსენე სინოლოგია. ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებს. ყველაზე ბიზნესი საკმაოდ მოთხოვნადი არის. ახლა სინოლოგია უბრალოდ ახალია და უკვე გამოიკვეთა რომ მოთხოვნადია. სამართალი, რა თქმა უნდა, მოთხოვნადია და ფსიქოლოგიაც. ამიტომ გვაქვს ყველაზე მოთხოვნადი პროგრამები, თუმცა ვამატებთ. რაც შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობას, ანუ აი ჩვენ ვართ ქართული უნივერსიტეტი, სრულიად ქართულ მშობლიურ ღირებულებებზე და ნუ ევროპულზეც რა თქმა უნდა და ყავს ბევრი პარტნიორი ევროპაში და ასევე ჩვენ ძალიან ესე გავაკეთეთ დიდი აქცენტი და გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები შორეულ აღმოსავლეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მალაიზია, პრაქტიკაში ეს ურთიერთობები. ეს ურთიერთობები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ენად შევასწავლოთ შესაბამისი ენა სტუდენტებს და მივცეთ ძალიან კარგი პრაქტიკის სტაჟირების, აი გასვლით პროგრამებში მონაწილეობის საშუალება და ეს უნივერსიტეტები სთავაზობენ ძალიან კარგ სასწავლო პროგრამებს ჩვენ სტუდენტებს, არის მათთვის უფასო და არანაკლებ ესეთი კარგი ცოდნის მიმცემი და პერსპექტიული. ფაქტიურად, სადაც ვაგზავნით ამ უნივერსიტეტების უმრავლესობაში მე პირადადაც ვარ ნამყოფი, გვაქვს ესეთი მეგობრული პარტნიორული ურთიერთობები და მე უკვე ვაგზავნით სტუდენტებსაც, ეხლაც ვიყავი ვილნიუსში, ერთ-ერთი საერთაშორისო ასოციაციის შეკრებაზე და იქაც გავაფორმეთ ახალი მემორანდუმები და გაცვლითი პროგრამები გვექნება რამდენიმე ახალ უნივერსიტეტთანაც. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სტუდენტი იყოს ჩართული აი ამ საერთაშორისო ურთიერთობებში და იმის პარალელურად რომ ისწავლის ჩვენთან, კონდეს საშუალება ერთი სემესტრით იქნება თუ ერთი წლით მიიღოს ეს გამოცდილება საზღვარგარეთ ერთ ქვეყანაში მაინც, რაც მეტი უკეთესი. და გვაქვს ისეთი кейსებიც ახლა რომ ერთიდან ჩამოვიდა ერთი გაცვლითიდან და ეხლა უკვე მეორე გაცვლით კონკურსის წესით მეორე გაცვლით პროგრამაში ჩაერთო, იმიტომ რომ კონკურსი გაიარა სტუდენტმა, კონკურსები ჩვენთან ძალიან ისეთი გამჭვირვალე და სამართლიანი არის. ყველა სტუდენტს ფაქტურად ვისაც აქვს ამის ინტერესი და სურვილი, აქვს ხოლმე საშუალება, რომ ამ გაცვლით პროგრამებით ისარგებლოს. ელი საქართველოს რამდენად განიხილება, აი ესეთ ობიექტს, რომ ანუ პირიქით ჩვენთან ჩამოვიდნენ ხოლმე. ჩვენ ყავს უცხოელი სტუდენტები, სხვა ქვეყნიდან. რაც შეეხება იქ კონკრეტულად ესეთი გაცვლითი პროგრამით ეხა კორეიდან ყავდა ამ ბოლო სტუდენტები, მანამდე კიდე სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც. ხო, ნუ გაცვლითი პროგრამებით ესე ბევრი არ ჩამოდის, მაგრამ თავისი საკუთარი ხარჯებითაც ჩამოდის ბევრი. საერთაშორისო სტუდენტები ახსენეთ და ანუ დიდია წილი საერთაშორისო სტუდენტების ამ შემთხვევაში თქვენ უნივერსიტეტში. არ არის ესეთი დიდი. არა, ნუ ქართველ სტუდენტები მეტი ყავს. მეტი ყავთ. და ძირითადად რომელი ქვეყნებია საერთოდ? მაგრამ ესე ვცდილობთ და ვაძლევთ საშუალებას, რომ რაღაც გქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა, რაღაც საერთო პროექტები და ასე შემდეგ ვცდილობთ, რომ წავახალისოთ ამ მიმართულებით. ქვეყნები? ვინ ლიდერობს? ვინ ჩამოდის? ვის უნდა ყველაზე მეტად საქართველოში სწავლა? მაინც უფრო აზიის ქვეყნებიდან არიან ბევრი, კი. ნუ ეს ალბათ კიდე თქვენი, ასე ვთქვათ, ამ გამოცდილების და ამ ურთიერთობების ჩვენი კავშირებიდანაც გამომდინარეც მოდიან.
ელია, ესეთ საკითხს მინდა შევეხო და ცოტა უფრო ღრმად ჩავიდე, ასე ვთქვა და სკოლიდან დავიწყო, ხო, საფუძვლებიდან დავიწყო და მე ხარ მოვიყვან რაღაც წლებს, თუმცა რაღაცები ამოვიწერე. და განათლების მასობრივი, ასე ვთქვა, მოდელი ჩამოყალიბდა მაშინ, როცა სახელმწიფოს სჭირდებოდა ესეთი დისციპლინა და სტაბილურობა, ხო? დღეს რა გვაქვს, რა რეალობა გვაქვს, ხო? ეს არის AI, ხო? ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გვეხმარება. ეს არის ონლაინ განათლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი ესეთი პირდაპირი კითხვა მინდა დავსვა, ანუ შეუძლია ამ მოდელს რომ მოამზადოს ბავშვი ჩვენი რეალური ცხოვრებისთვის და რეალური სამყაროსთვის. რომელ მოდელზე ვსაუბრობთ? აი ეს მოდელი ხო სკოლის ტრადიციული სტილი. ხო, ну, აუცილებელია გადაწყობა. ზოგადად ყველგან მიდის ამაზე მსჯელობა, მუშაობა, სულ ჩვენ მაგალითად უნივერსიტეტში სულ ვართ ცვლილებების ესე ეპიცენტრში. სულ ცვლილებები გვაქვს. და იქ ხო არ უნდა დავიწყოთ უკვე. ხო, რა თქმა უნდა, სკოლის ეტაპზეც და ალბათ ეხლაც უკვე არის რაღაც სასკოლო კურიკულუმებში ინტეგრირებული რაღაც ისეთი გაკვეთილები, ამ გაკვეთილებზე მერე უკვე სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, აქტიური მეთოდები სწავლების და ასე შემდეგ. რამდენად ხდება გამოვლინება, ხო? ეხლა რაღაც ბავშვის ნიჭის თუნდაც, ხო? მეც მაგის მომხრე ვარ მოგატყუოთ, ხო? რომ ანუ ადამიანს თუ უნდა პირობითად სპორტსმენობა ის არ უნდა რაღაც არ უნდა დააძალო რომ ფორტეპიანოზე დაუკრას, ხო? და ის ამას აკეთებს ძალით. რა თქმა უნდა, ამაში გეთანხმები, რომ მეტი მოქნილობა უნდა შესთავაზოს საშუალო სკოლამაც ბავშვს კი. მე მგონი გაცილებით მომზადებული მოვა მე უკვე თქვენთან. და გაცილებით ჩამოყალიბებული რა უნდა. კი, ნამდვილად გეთანხმები, იმიტომ რომ იმდენად ესეთ ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ და თან ეხა აი ამ ხელოვნური ინტელექტის ესეთი შემოჭრით ყველა ვაცნობიერებთ და სკოლებიც ეხლა რომ იღებენ თქო დღეს პირველ კლასში იციან რომ თქო ესე იგი 11-12 წლის მერე უკვე რა სამყაროსთვის უნდა მოამ. ეს გამოწვევა ყველასთვის არის, რომელიც ყველასთვის თან არაპროგნოზირებადია. ამიტომ ერთი ცალსახა, რაზეც გვაქვს ორიენტირი, ანუ არა რაღაცა ესეთ ფაქტიური ცოდნა, არამედ უნარების გამომუშავება. და რა თქმა უნდა, ანუ აი მეტი უნდა იყოს ზუსტად ამაზე მუშაობა. მე ეხლა ჩვენ შეიძლება ესე ზედაპირულად ესე ვუყურებთ, რომ ის საგანია და ამას ქვია ბუნება და იმას ქვია ქართული ენა და ლიტერატურა, მაგრამ იქაც კი ხდება და უნდა მოხდეს ინტეგრირება, ანუ აი ესეთი აქტივობების, ისეთი სავარჯიშოებით, რომლებიც ანუ რაღაც უნარჩვევებზე გაყავთ ეს ბავშვები, ხო? მეორე საკითხია, რამდენად და რამდენად წარმატებით ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იმდენად კომპლექსურია და ესეთი ფაქიზიც ბავშვების განათლება. თუმცა, რასაც კიდევ რამდენი წელი უნდა იყოს და რა სკოლაში აქ ესეც ცოტა ფაქიზია, იმიტომ რომ 2 და 3 წელიწადში პატარა ბავშვი ვერ განვითარდება, ხო? ამ სკოლაში ყოველი წელს რაღაცა მოაქვს, ხო? და ის კი არა რომ თქვათ მან ამ საგანში უკვე ეს მასალა, ეს ძალიან მეორე ხარისხოვანია, მაგრამ ეს ბავშვი რო იზრდება, რა სოციუმში უნდა გაიზარდოს, რა გარემოში, ხო? მე მაინც მომხრე ვარ უფრო ამ ტრადიციული სასწავლო გარემოში ბავშვის გაზრდით და აღზრდით განათლების მიცემით, ვიდრე ვთქვათ ეს სახლში ჰომსკულინგის პრინციპით, იმიტომ რომ ამაში აბსოლუტურად მოყვებით მეც. ჯერ ეს ჩვენ თუნდაც ამ ჩვენს ქართულ საზოგადოებაში ესეთ გამოცდილებაც არ გვაქვს ისეთი, რომ შევაფასოთ, ხო? და რა შედეგები მოაქვს და შესაბამისად ის ნორმალური გარემო, რაშიც უნდა იყოს თანატოლებთან ერთად, სადაც იქ სწავლობენ რაღაც გამოცდილების გაზიარებას, ემოციების გამოხატვას, ყველაფერში ამაში ამით იზრდება ბავშვი, ხო? და იქ შეიძლება მეორე პლანზე იყოს, რომ თქვათ, რა საგანი ისწავლა და როგორი აბსოლუტურად ზუსტად ის პასუხი გამეცემა. იცის უკვე, ხო? თუმცა, რაღაც დონეზე ისიც საჭიროა, რა თქმა უნდა. მეც აბსოლუტურად მოყვები, მეც უფრო ტრადიციული ასე ვთქვათ განათლების დაიმკვიდროს თავის საზოგადოებაში მეგობრებთან ურთიერთობები, ანუ ამას სწავლობს და ამას ემსახურება, ხო, სკოლა და მე უკვე უნივერსიტეტიც, რა თქმა უნდა. და დიპლომს რაც შეეხება, ეხა იმ დიპლომის თემასაც რო დაუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, ცალსახად უნარები და
ის გამოცდილება, რისთვისაც მოდიან დიპლომი, ის არის, მაგრამ აი დიპლომი არის ტექნიკური, ჩავთვალოთ, რომ დიპლომი არის ტექნიკური საშვი, როგორც თქვა ეს სამსახურშიც რომ შემოგჭირდება, ხო? გარკვეული პროფესიებისთვის დიპლომის გარეშე გამორიცხულია, როგორც შეიძლება რომ მედიცინის სფეროში ვენდოთ არადიპლომირებულ ექიმს, ხო? რიგი სპეციალობებისთვის შეიძლება არ იყოს სასიცოცხლო და შენი გამოცდილებით იცი რომ არ არის სასიცოცხლო რომ ეს დიპლომის ფურცელი გქონდეს ადამიანს, მაგრამ ეს დიპლომით რაღაცა შეიძლება გადაითარგმნოს, რომ ეს ადამიანი არის დისციპლინარული, მან ესე ვთქვათ, სისტემური 3 თუ 4 წლიანი რაღაცა საუნივერსიტეტო განათლება. ეგეც არ არის ფაქტი, კი. ანუ თავარი არის პროცესი, რაც ის პროცესები, რასაც ადამიანი უნივერსიტეტში გადის, მე ასე ვიტყოდი. გაცილებით მაღალი ღირებულება ქონდა, მოდი ესე ვთქვათ, დიპლომს ადრე, ხო? იმიტომ რომ უდიპლომოთ რაღაცა დიპლომი რო ქონდა, უკვე კაცი ხარ, ხო? და ანუ რაღაც უფრო დიდი დატვირთვა ქონდა. ანუ დღეს დიპლომს ამხელა დატვირთვა არ აქვს. მაშინ დამიტახება მაგრამ მეორე მხრივ როდის არ იყო რომ ადრე უფრო იყო რაღაცა რომ თქვათ ისეც იღებდნენ დიპლომებს და ადრე იყო რომ ნამდვილად უფრო მეტად დიპლომისთვის აბარებდნენ. მე მგონი ესეც იყო რომ კი, ანუ კი, სწავლა დიპლომისთვის დიპლომობა გაუნათლებლობაში მაინდამაინც არ ითარგმნება და ამასთან არ ასოცირდება, მაგრამ რა თქმა უნდა დიპლომით ჯობია. მინიმუმ ხა როგორც თქვი, გარკვეული პროფესიებისთვის, აი თქვათ იგივე ლექტორობისთვის, რა თქმა უნდა, დიპლომით საჭიროა, ხო? რავი, პირველ კურსელიც ყავს, სხვათა შორის, სამსახურში და ფანტასტიკური ინტელექტის მქონე ადამიანი, დიპლომი ჯერ არ აქვს, თუმცა დიპლომს რო აიღებს, ალბათ კიდევ უფრო კვალიფიციური გახდება. ელი, მე მინდა ლექტორებს შევეხო. და ანუ იმ სასწავლო, ასე ვთქვათ, გუნდს, ვინც ზრდის ამ ადამიანებს, ხო? ამ ადამიანებს რამდენად აქვთ რეალურ, ასე ვთქვათ, ბიზნესთან შეხება, რამდენად ესმით ბიზნესის საჭიროებები და რამდენად შეუძლია ეს გადაუთარგმნონ უკვე სტუდენტებს. ეს ჩემი აზრით სავალდებულოც არის და ჩვენც ამ პრინციპით ხა კონკურსით აყვავს პროფესორები სხვა akademik პოზიციებზე ან მოწვეულ ლექტორად, მათი ბიზნესიდან არიან. კი, ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მეორე მომენტი არის, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა 100%-ით ყველა ესე უნდა იყოს, ხო? იმიტომ რომ არიან პროფესორები, რომლებიც მათ უფრო კვლევების მიმართულებით და ესეთი უფრო აკადემიური მიმართულებებში მეტი ის უნდა სამუშაოში ასრულონ, მეტი მენტორობა გაუწიონ სტუდენტებს, ხო და ეხლა ეს ადამიანი რომელიც პრაქტიკაში არის, იქ გასაგებია რომ ესე უნივერსალური ვერ იქნება, მაგრამ შესაბამისად ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია ზუსტად ეს ჩვენი კონტინგენტიც ლექტორების, მათ შორის ასე ვთქვათ, ნაციონალობის მიხედვითაც და პროფესიების მიხედვითაც და ასე ვთქვათ, კი, ყავს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ენებზე, ისეც სხვა ლექციებზე შედიან უცხოელი და ენებზეც ყავს ასევე native speaker-ები. ხო, და შესაბამისად ეს ძალიან კარგად არის დაბალანსებული. რა თქმა უნდა, არის ისეთი საგნებიც, რომელზეც პრიორიტეტულად გვჭირდება ესეთი პრაქტიკოსი ლექტორები. იმიტომ რომ არის რაღაცა ისეთი საკითხები, რომ ვერც ეს და რამდენი წიგნი უნდა წაიკითხოს, რამდენი ის, რომ შეიძლება იგივე საკითხზე ბევრად უფრო უკეთ და სწრაფად დააკვალიანოს ლექტორმა და ისეთი სწორი და ესე იგი ცხოვრებისეული პრაქტიკაში რაც მუშაობს, ისეთი მიმართულება მისცეს სტუდენტს, რომ აი ამისთვისაც რა თქმა უნდა კარგია რომ იყოს ეს რაღაც კონკრეტულ უნივერსიტეტში, ხო, სტუდენტი. ეხლა დღესდღეობით ბევრია, ასე ვთქვათ, ისე ცუდად არ მინდა გამოვიდეს შეურაცხყოფა არ მივაყენე, მაგრამ ისე რაღაც 20 ლარიანი და 50 ლარიანი სასერტიფიკატო კურსები რო არის. და მთავარია რომ სერტიფიკატი აიღოთ, ხო და ამ დროს ძალიან რა ცოდნას აძლევს, ვინ აძლევს, აი ეს მეორე მასე უკან არის ხოლმე გადაწეული და ამ დროს ყველაფერს უნდა მიუდგეს ადამიანი კრიტიკულად, გამოიკვლიოს ეს რაც
მარტო სარეკლამო ბანერი არ არის, ხო, მის შიგნით რა შინაარსი იგულისხმება, რა გამოცდილება სერტიფიკატს, ხო? არა, რას გულისხმობ, რომ ანუ ვინ მის აკრედიტაცია, რომ გასცეს სერტიფიკატი? ეს რა თქმა უნდა აკრედიტაციების მიღმა არის და უნივერსიტეტი ამ დროს არის ის ინსტიტუცია, რომელიც ამის ორგანიზებაში, რა ვიცი, ხალხი ძალიან ბევრს შრომობს ამ განათლების ორგანიზებაზე. და ჩვენს გარდა რა თქმა უნდა ეს შესაბამისად აკრედიტაციის ავტორიზაციის სტანდარტებიც გთხოვს, იმაზე მეც გთხოვს მე ვიტყოდი რაც თქვა შეიძლება ესე მარტივად შეიძლებაოდეს და საკმაოდ ესეთ მაღალ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ და შესაბამისად მაინც ყველაზე მეტი გამოცდილება ნებისმიერ დონეზე აკადემიური თუ ესე სასერტიფიკატო კურსების ორგანიზების თუ რა თქმა უნდა მაინც უნივერსიტეტს აქვს ხო? ელი, რამდენად მზად ხარ ბლიცისთვის? არ ვიცი, ცადოთ. პატარა ბლიცი მომზადე, რომელიც დაიყოფა რამოდენიმე ასე თქვა. კი, ფიზიკურად ვერა. მაშინ დავიწყოთ. ესეთი მოკლე პასუხები გვინდა, ხო? დიპლომი თუ გამოცდილება? გამოცდილება, რა თქმა უნდა. უნივერსიტეტი თუ თვითსწავლა? უნივერსიტეტი ცალსახად. ლექტორი თუ ხელოვნური ინტელექტი? ორივე საჭიროა. ორივე. ეგ უკვე სერიოზულია. ორივე საჭიროა. სტაბილურობა თუ თავისუფლება? თავისუფლება. თავისუფლება როცა გაქვს სტაბილურობას შეგიძლია შეიქმნა, ხო? ალბათ. თეორია თუ პრაქტიკა? ნუ აქ ახლა ორივე მე ზოგადად ორივეს ვამბობ ხოლმე. პრაქტიკისკენ ვიხრები სიმართლე რო ვთქვა. პრაქტიკისკენ. კი ბატონო. და ცოტა ესეთი კონკრეტიკაც რო ჩავსვათ ამ ყველაფერში. დღეს ყველაზე მოთხოვნადი ერთი უნარი. ერთი უნარი? ერთი ძალიან ცოტა არ იმისთვის, მაგრამ რა ვიცი, თუნდაც ანალიზის უნარი. ანალიზის უნარი. ერთი კრიტიკული აზროვნება და ანალიზი. ერთი უნარი, რომელიც ნაკლებად ისწავლება. ისე ხა გამახსენდა მეორეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კომუნიკაციის უნარი. კომუნიკაციის უნარი. დღეს ამის გარეშე სტუდენტებსაც ვეუბნები ხოლმე, რომ ეს არ არის ის, რაც კომუნიკაცია არის სწავლება არსად. როგორ არა ისწავლება? ჩვენთან ისწავლება და მე ვიცი, რომ სხვაგანაც ისწავლება. ეფექტური კომუნიკაციები ნამდვილად ისწავლება. ბიზნეს კომუნიკაციებიც ისწავლება ჩვენთან. ადამიანებთან კომუნიკაცია. არ უნდა ეგონოთ, რომ მე არ ვარ კომუნიკაბელური და არაფერი მეშველება. კომუნიკაციის უნარით შეიძლება გამოიმუშაოს ადამიანმა. და ჩვენ გვაქვს ხოლმე მეც წამიკითხავს ეს კურსი და რაღაც პრაქტიკული დავალებები, ჯგუფური აქტივობები, ის რომელიც ეხმარება სტუდენტს ამის გამომუშავებაზე. ხო, ნუ აი და ბოლო კითხვა აღარ მახსოვს რა იყო. ერთი უნარი, რომელიც ნაკლებად ისწავლება. ხო, სხვათა შორის კომუნიკაციის უნარზე ნაკლები ის არის ხოლმე გაკეთებული. მე ესე ვფიქრობ, ხო, იმიტომ რომ ეს ისეთი უნარია, რომელიც ალბათ რაღაც მომენტში თანდაყოლილიც არის, ხო, რაღაც არ ვიცი, ბავშვობიდან მოყვება კომუნიკაბელური. და აი ტრადიციულად ცოტა ადრე იყო, რომ ეს კრიტიკული აზროვნებაც ნაკლებად მოეთხოვებოდათ. ანუ არ თხოვდნენ, არ ითხოვდნენ, პირიქით ცუდ ტონადაც შეიძლება გამოვლენილიყო და ეხლა რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ენდა უცხო ენებიც ენის ფლობაც უნარია, ხო? მე ყოველთვის ვეუბნები ჩვენ სტუდენტებს, რომ მე თვითონ ხა ჩინურს ვფლობ კარგად, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ინგლისური კიდევ პირველ რიგში და აუცილებელია, იმიტომ რომ რა ენაზე შეიძლება ეკონტაქტო დანარჩენ მთელს სამყაროს. ხო, მეორე უკვე ანუ ერთი ინგლისური არის აუცილებელი და ჩინური ბონუსით, ხო? და ნამდვილად ეგრეა. ხო, მაგრამ ძალიან დიდი ბონუსია, იმიტომ რომ ჩინური ბონუსია, რომელიც ბაზარზე შეიძლება 10 ჯერ გაზარდოს მისი კონკურენტუნარიანობა. და მე მგონი გაცილებით რთული ენაც არის ასწავლოთ, ხო? რამდენიც მე მგონია. მაგრამ საინტერესო არის ეს პროცესი, საკმაოდ საინტერესოა. რა უნდა იცოდეს სტუდენტმა პირველ სამუშაო დღემდე? ბევრი რამ. მაგალითად, აი როგორ ამზადებს ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი? აი სანამ გავიდა სამსახურში. ნუ რა თქმა უნდა, ხა CV-ს შედგენა და CV ჯერჯერობით კარგი CV უნდა გქონდეს, ხო? და ჩვენ გვაქვს ესეთი რაღაც კურსებშიც არის გარკვეული შესაბამისი უნარჩვევების სწავლებაზე აქცენტი და არაფორმალური შეხვედრების ფარგლებშიც, როგორ გასაუბრებაზე, როგორ წარსდგეს ეფექტურად, ხომ, ეს CV ვახსენე. რა თქმა უნდა, ეს კომპიუტერული უნარჩვევები აუცილებელია, ხომ? ახლა მე ვერ წარმომიდგენია
ადამიანმა ეფექტურად იმუშაოს თუ არ იცის Excel-ი რაღაც დონეზე თორე ხა Excel-ი სხვათაშორის ძალიან ხშირია ეგ ამბავი. მინდა გითხრათ. რამხელა, ესე ვთქვათ, ინსტრუმენტის დახმარებას იკლებენ ადამიანები, ხო? თუ ამას არაფერს რა ვიცი როგორ მუშაობენ. ეხა მეორე პირიქით ის არის, რომ შიში რომ ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს, ხო? ხო, მაგრამ უფრო სწორია, რომ დაფიქრდნენ, რომ ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაანაცვლებს ამ ადამიანებს, ჩაანაცვლებენ ის ადამიანები, ვინც ხელოვნურ ინტელექტს ფლობენ. აბსოლუტურად კაი ფორმულირება, სწორი კი. ხო, ასე რომ შიში არაფერს კარგს არ მოუტანს არავის, პირიქით უნდა იმეგობრონ ამასთან და თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. ელი, 18 წლის რომ იყოთ, რა საირჩევდით დღეს? გამიმართულებას. პროფესიად? უირა საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ არ ვიცი, არ დავფიქრებულ ვარ. მე მაქვს ორი პროფესია. ბიზნესის მიმართულება, საერთაშორისო ბიზნესის მართვა იყო ჩემი პირველადი სპეციალობა და პარალელურ რეჟიმში, თქვა, მეორე კურსიდან დავიწყე ცალკე ჩინურის სწავლა, ისიც ჩვეულებრივი 5 წლიანი იყო იმ ეტაპზე, ასე რომ სრული აკადემიური ეს მაქვს გავლილი ორივე მიმართულებით, მაგისტრის ხარისხი მაქვს ორივე მიმართულებით. და ეს ცოტა ჩემი სტილია, ეს multitasking-ი და უკვე ზედმეტად გადავედი, არც ესე არ არის კარგი, მაგრამ აი იმ ეტაპზეც როცა არ იყო ხოლმე ეს შეთავაზებაში, რომ რაღაცა ერთი უნდა გესწავლა, ხო? მე მქონდა ამის მოთხოვნილება და ну დღესაც ეხლა ვეუბნებით რომ ეხლა ეს არ არის რომ მე იურისტი ვარ და ბიზნესი არ მაინტერესებს. ან ბიზნესია და სამართალში არ უნდა ერკვეოდეს, ხო? პირიქით, ვერ გახდები კარგი ბიზნესმენი თუ სამართალშიც არ გაგიგება და ასე შემდეგ ყველაფერი, ხო? და მე თუ ეხლა დავდგებოდი იმის წინაშე რომ ხელახლა ეს არჩევანი მქონოდა და ეხლა დამეწყო ჯერჯი რომ გამიხარდებოდა რომ ძალიან კარგი ეტაპზე იქნებოდა ეს, იმიტომ რომ ბევრად მეტი ესე ვთქვათ, შესაძლებლობებია. მართალია, უარყოფითიც აქვს, რომ ძალიან ბევრი, თუნდაც დღევანდელსთან ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს გადასახარში, გასაანალიზებელი, გასაფილტრი. ეს კიდე ეს არის, რა თქმა უნდა, ესეც შრომა. მაშინ ამდენი არჩევანი არც იყო. ხო. მაგრამ მეორე მხრივ არ არის გამორიცხული, რომ ისევ ბიზნესის მიმართულებით წავსულიყავი. აი სხვა არ vicი ახლა. გამიჭირდა, უნდა დავფიქრდე მაშინ უფრო თითქოს. კეთილი, მაშინ რო დავფიქრდები, მე გამიზიარე. ანუ ბიზნესის და რაღაც მენეჯმენტის მიმართულებით კომფორტულად გრძნობ თავს. ჩემი არის უფრო. ძალიან დიდი მადლობა პასუხებისთვის. ელი, ალბათ ეს ეხლა სასწავლო წელიც სრულდება და მალე დაიწყება ახალი სასწავლო წელიც, ხო? და დაიწყება თქვენთან აბიტურიენტების მიღებაც. შეგვიძლია ჩვენი ასე ვთქვათ ეთერი გამოვიყენოთ და მივმართოთ სტუდენტებს, ხო? ანუ ალბათ დღეს ძალიან ბევრი ზუსტად მაგით არის, ხო, დაჩელენჯებული. ეხლა სად ჩააბაროს, რაზე ჩააბაროს, ხო? ანუ რაზე ისწავლოს, ანუ ვისწავლო და ხვალ ეს პროფესია აღარ იყოს, ხო? ანუ ბევრს აქვს უკვე ეს ფობიაც, ხო? ამიტომ აი რაღაც შეგვიძლია მივმართოთ სტუდენტებს, რა გაითვალისწინონ და რა დახვდებათ რეალურად საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში. მადლობა ამ კითხვისთვის და ვისარგებლებ შენის ნებართვით და მაშინ მივმართავ პირველ რიგში რა თქმა უნდა წარმატებები ვუსურვო და ასე ვთქვათ სასექტემბროს ყველა ყოფილიყო გახარებული რომ აი სადაც უნდათ რაც უნდათ იქ მოხვედრილიყვნენ რა თქმა უნდა იყვნენ თავდაჯერებულები და არ შეეშინდეთ რომ ვაიმე ჩემი გადაწყვეტილებით შეცდომას დაუშვებ იმიტომ რომ შეცდომაზეც სწავლობენ და შეცდომაც გამოცდილება რომელიც გაზრდის მათ და დღევანდელი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა მათ აძლევს იმ მოქნილობას რომ მობილობა გააკეთონ რაღაცა შეიცვალონ ხელახლა ჩააბარონ და ასე რომ ამის შიში არ უნდა გქონდეთ რაც შეეხება რა დახვდებათ ჯიუში მე ვიტყოდი რომ ყველაზე მეგობრული გარემო ესე ვთქვათ ინტერნაციონალური მულტიკულტურული გარემო და ადმინისტრაცია თუ აკადემიური პერსონალი რომელიც მართლაც რუნავს მათ განვითარებაზე და მზად არის რომ ყველანაირად ხელი შეუწყონ როგორც მეგობრებს როგორც პარტნიორებს და აი მაქსიმალურად ჩართონ იმ ურთიერთობებში ნეტვორკინგი ვახსენე და შეუწყონ ხელი რომ განვითარდნენ. დანარჩენი, რა თქმა უნდა,
აქაც იქნება იმაზე იმუნარებზე და იმ თანამედროვე AI-ს თუ ამ ყველაფერი ჩვენ სასწავლო კურიკულუმში ჩართულია და ამის მიღება კიდევ ესეთი სახალისო სახალისო სტუდენტური ცხოვრებაც რა თქმა უნდა. შვენიერი. მოკლედ ელი, რა ვიცი, მე მგონი ძალიან საინტერესო პოდკასტი გქონდა და ერთ რაღაც ძალიან ისეთი მკაფიოდ ჩანს ამ ყველაფერში, რომ განათლება აღარ არის უბრალოდ სისტემა და დღეს დიპლომის ავტომატურად რაღაცა იმას წარმატებას და ღირებულებას აღარ ნიშნავს, ხო? ანუ ამას უკვე სჭირდება. მხოლოდ დიპლომი არა, მაგრამ უნივერსიტეტი ნიშნავს. მე ვფიქრობ, ცოტა გადმოგიყვანე შენც. კი, არა, მეც მაგისკენ ვარ, ანუ რეალურად, ხო? ანუ დღეს რეალურად ღირებულება სად იქნება რა? ანუ სადაც ცოდნა ხდება გამოცდილებას, ხო? კაცი ჭამაშიც ცოდო რატო მარტო ესე თქვათ კომპიუტერთან ესე იზოლირებული ადამიანებისგან საბოლოოდ რა მიიღება, შეიძლება იყოს რაღაცა ფიზიკაში ესეთი ან ცოდნა პლუს გამოცდილება. მაგრამ არ იყოს ადამიანი ესე ცხოვრებაში ესე რეალიზებული და დაბალანსებული სრულფასოვანი ცხოვრება ამით ვერ მიიღოს. თუ არ ექნება გარემო, კომუნიკაცია, ეს რაღაცა თავისი კონტაქტები და eso საზოგადოება. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო პოდკასტისთვის, აყვანისთვის, ესე პროფესიონალურად და წარმატებები. შვენივრად. ძალიან ისე გავიდა დრო, რომ ვერ მივხვდი. ძალიან დიდი მადლობა. ხო, აი დრო რო არ გასულიყო ესე სწრაფად, კიდე გავაგრძელები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა მქონდა კიდევ. მოკლედ, ამით მე მართლა კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდი საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტს. აუცილებლად მე გეწევით და ამას გავაფორმებთ. უნივერსიტეტს ძალიან დიდი წარმატებები, ვიცი ზუსტად რომ ძალიან ბევრს აკეთებთ იმისთვის, რომ შეცვალოთ და გარკვეული ცვლილებები, საინტერესო ცვლილებები შემოიტანოთ საქართველოს განათლების სისტემაში. აი ეს თქვენი ზუსტად აი საერთაშორისო ნეტვორკებით და ასე შემდეგ. ჩვენ კი ამით მოკლედ მადლობა კიდევ ერთხელ, ამით დავასრულებთ დღევანდელ ასე ვთქვათ პოდკასტს. მე უკვე დაგემშვიდობებით ხუთშაბათამდე, ეს იყო Business Space-ი, საქმიანი პოდკასტი, სადაც საუბრობთ ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ავსეჯანიშვილი ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი იყო ელი ელისაშვილი, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი. მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.